ყველაფერთან ერთად ჩვენი ქვეყანა ქართული რუსული ოცნების ხელში თაღლითურ ქვეყანად ჩამოყალიბდა თუ ვიქნებით გულახდილები. თაღლითებით არის გადავსებული ნებისმიერი პატარა ქალაქიც და მით უფრო ჩვენ მასშტაბებში დიდი ქალაქები. ეხლა მე თქვენგან სწავიდა ფიქრი იმის თაობაზე, რომ მე ვისაუბრებ კოლ-ცენტრებზე. რა საკვირველია კოლ-ცენტრებზე სასაუბროა, არ მინდა ვთქვა, რომ ყოველ მეორე კორპუსში მეთქი, მაგრამ ყოველ მეორე რაიონში, ყოველ მეორე უბანში პატარა საშუალოა დიდი კოლ-ცენტრია, რომელსაც უმეტესწილად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ან საერთოდაც ქართული ოცნების წარმომადგენლები აკონტროლებენ პირდაპირ თუ ირიბად. იქ იმ კოლ-ცენტრებში მუშაობენ ახალგაზრდები და ყოველი მეორე, რომელსაც დაინახავთ, ახალგაზრდა, რომელსაც დაინახავთ შენიშნავთ ქუჩაში, რომელიც მოძრაობს 50 თუ 90,000 მანქანით, უნდა იფიქროთ მათზე უნდა იფიქროთ, რომ ისინი სამწუხაროდ სწორედაც რომ კოლ-ცენტრების წარმომადგენლები არიან, რაც არ უნდა ვითომ ბრძოლა, ფეიქ ბრძოლა გამოუცხადოს ირაკლი გობახიძემ თუ მამუკ ამდინარაძემ ამგვარ თაღლითურ დაჯგუფებებს ჯერ ერთი ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მისი თანაგუნდელები, აკითხარით, არიან დგანან ზურგს უკან იმ კოლ-ცენტრებისა, რომლებიც საქართველოში ზოგადად, მათ შორის თბილისში პირველ ყოვლისა მოქმედებს და ყველა მოდის ვიხდი და გაბლატავებული, ვინც არის ყოველი 10 გაბლატავებულიდან თუ გდებავთ ასე ვიტყვი 9 სწორედაც რომ კოლ-ცენტრების ან 8 კოლ-ცენტრების ლიდერია თუ ხელმძღვანელია თუ წარმომადგენელია თუ მეწილეა თუ ასე შემდეგ ასაკეთებენ, ურეკავენ, როგორ ახერხებენ, ურეკავენ უცხოელ პენსიონერებს, ისე რომ ამბობენ და ახევენ ფულს. და საქართველოს ჩამოყალიბდა ამგვარ თაღლითების ქვეყანად. სამწუხაროდ და მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ეს პრობლემა როგორ უნდა აღმოიფხვრას. ალბათ ყველაზე სწორი ფორმა იქნება თუ ზოგად კონტურებს მოვხაზავ და ვიტყვი რომ კაცრი ხელით და მხოლოდ კაცრი ხელით და რა საკვირველია გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მეტყვია რომ სიმკაცრე გვაკლია, მიშა სააკაშვილის სიმკაცრე მოგენატრა, არაფერი არ მომენატრა. უბრალოდ სიმკაცრე თაღლითების, საერთაშორისო თაღლითების, ან ჩვენს მასშტაბში თაღლითების წინააღმდეგ რა საკვირველია, აუცილებელია მეორე მხრივაც თაღლითების რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ მეორე მხრივაც უცნაური ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენთან ფული როგორც ასეთი ტრიალებს და არა მხოლოდ რუსების ფულს არ გულისხმობ, რომლებიც არეგისტრირებენ რაღაც IT კომპანიებს და ბიუჯეტში გადასაღადი არ ნაკლები შეაქვთ. მე გულისხმობ ახლა ბიტკოინების მაინერებს. რეგიონებია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პირველ ყოვლისა ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული რეგიონები, არა მხოლოდ ხელისუფლების ფორმალურად, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკონტროლებული მაინინგის ქარხნები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბიტკოინებს და ეს ბიტკოინები განაცუდია, კარგია, მაგრამ ჩვენთან არ არსებობს დაბეგვრის წესი და ამასთან მნიშვნელოვანი არის, რომ ელექტროენერგიის ხარჯი იზრდება ამასობაში და აწვება, იმიტომ რომ ესენი ხო არ იხდიან უმეტესწილად მსხვილებს გულისხმობ, მსხვილ მაინ ქარხნებს გულისხმობ, არ იხდიან გადასახადებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად და შეაქვთ ეს ყველაფერი თეზებში, ანუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში. აღარ ვლაპარაკობ იმას, რომ რეგიონებისში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამით არის დაკავებული და აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიდის სწორედ უმრავლეს შემთხვევაში მიდის ბიტკოინების ქარხნებისაკენ და ამ ბიტკოინების ქარხნებისაკენ ენგურგაღმა ვიტყვი ასე, ანუ აფხაზეთის დე იურე საქართველოს, მაგრამ დე ფაქტო კი რუსეთის ტერიტორია აფხაზეთისკენ. მოგეთ, აი ამ სქემებში ვართ ჩვენ, იცით თქვენ და ძალიან მძიმე რეალობაა რა უშველის ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ უნდა თქვა ხმამაღლა. კაცრი, კვეთრი ხელი და არა ხელი, რომელიც დაალაგებს როგორც ბიტკოინებს და ამას ვინჩივის, ისე განსაკუთრებით კოლ-ცენტრების მესვეურებთან ეს ჩემი კოლ-ცენტრია, არ უნდა თქვას, ჩემი მომხრე პირის, ჩემი მხარდამჭერი პირის, ჩემთან დამლაგებელი პირის კოლ-ცენტრიაო, ეს არ უნდა თქვას რომელიმე მომავალმა ხელისუფლებამ, რისი ალბათობაც არავის არ ვაკრიტიკებს, ცხადია, მაგრამ რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ ეს მაფიოზები, რა საკვირველია, ნებისმიერ ხელისუფალთან, დღეს ივანიშვილთან ხვალ ნებისმიერთან ეცდებიან დალაგებას, მათ შორის
ფულის ჩატანითაც და ფული კი ყველას გვჭირდება და მომავალ ხელისუფლებასაც ისედაც სჭირდება და ვინც ის იქნება მეტადაც კი ვიდრე სჭირდება არსებულ ხელისუფლებას საქართველო თაღლითების ქვეყანაა მეთქი ამას რომ ვამბობ მხოლოდ ამ ბიზნესებს ან კონკრეტულად ვთქვათ კოლ-ცენტრების ბიზნესს არ გულისხმობს საქართველოს თაღლითების ქვეყანა იმ თვალსაზრისითაც რომ ხელისუფლების მეცადინეობით რასაკვირველია ხელისუფლების დახმარებით ცალკეული კერძო პირები გადაბსკვნილების სუსტან რუსეთს უწყობენ ხელს სანქციებისაგან თავის არიდებაში საქართველოს შავი ხვრელია აქედან საქართველოსდან რეექსპორტის სახით გადის უამრავი ის პროდუქცია რომელიც რუსეთს სჭირდება სასიცოცხლოდ იცით თქვენ რომ ევროკავშირს ასე მაგალითად სანქციების 19 პაკეტი აქვს მე-20-ს ამზადებს 19 პაკეტი აქვს მიღებული და რუსეთში პრაქტიკულად შეუძლებელი არა შეუძლებელი სულაც არ არის და აკრძალულია ცალკეული პროდუქციის შეტანა რაც რუსეთს ომის მანქანის ამოქოქვაში ეხმარება მაგრამ საქართველოსდან ისე როგორც სხვა ქვეყნებიდანაც თუმთლად გულახდილები ვიქნები, მაგრამ საქართველოს ერთ-ერთი სატრანზიტო გზა არის, გადის და გადის შეფარვით. გარკვეულწილად რაღაც მაქინაციებით ხელისუფლება ამ ყველაფერში რასაკვირველია ყველაფერზე რასაკვირველია პასუხისმგებელია ხელისუფლების ნებართვის გარეშე. აქ ამ ქვეყანაში უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე მეთქი ჩიტიც კი ვერ ჭაჭანდება, არ გულისხმობ რასაკვირველია წვრილ ბიზნესებს შპს ნინო პლუს ან ნათია მინუს ნებისმიერ უბანში პატარა ჯიხურს თუ პატარა მაღაზიას ამ დონემდე ცხადია ხელისუფლება წოდებული ბანდა არ ჩამოდის, მაგრამ ყველა საშუალო და მით უფრო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი რასაკვირველია გადათანხმებულია, მორიგებულია, მოგვარებულია ხელისუფლებასთან, კონკრეტულად სუსტან მეთქი, ასეც ვიტყვი, მაგრამ არა მხოლოდ სუსტან, არამედ პარტიასთან, ზოგადად ქართულ ოცნებასთან, ზოგადად შავი სალაროს მეპატრონეებთან, უშუალოდ ბიზინა ივანიშვილთან და ასე შემდეგ ეს სერიოზულ პრობლემებს უკვე გვიქმნის და მომავალში შეგვიქმნის რა უშველის ამ ყველაფერს დამძრახავთ თუ კიდე ვიტყვი რომ კაცრი ხელი რეპრესიებს არ გულისხმობს ბარემ ვიტყვი მაგრამ ჩვენ როგორღაც უნდა მოვახერხოთ რომ ეს უარყოფითი ვაიბიო ასე რომ შლეიფიან ვაიბი საქართველოს მოვაცილოთ როგორც რუსეთისათვის მოვაცილოთ აღმოფხრათ როგორც რუსეთისათვის სანქციების არიდებაში ხელშემწყობი ქვეყნისა ასევე ქვეყნისა სადაც ასე ხდება უპრაგონოდ მაინინგი და ბიტკოინების გამომუშავება და ამ ბიზნეს კიდევ ვინჩივის დიდად არ უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ რომ მოსახლეობა ამ თვალსაჩინით შეიძლება მდიდრდება კიდეც მაგრამ კარგად არის ასაწონი კაზინოების ბიზნესით შეგვიძლია ვახსენოთ განსაკუთრებით თქვათ თბილისის გარეთ თუმცა თბილისშიც და ასე შემდეგ სხვა რეგულაციებია მისაღები და რასაკვირველია ვგულისხმობ პირველ თემას, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის კოლ-ცენტრები და კოლ-ცენტრების მექაა საქართველოს მეთქი, თუ ვიტყვი ასე გადაჭარბებული სულაც არ იქნება მკაცრი ხელი და რეგულაციები ოღონდ მართებული. რეგულაციები არა იმისთვის, რომ ვიღაცა სყისერში წაუჭირო, არამედ რეგულაციები მართებული არის გარდაულად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ჯერ ერთი იმიჯის შეცვლისათვის და მეორე განვითარებისათვის, როგორც ასეთი. მაგრამ მე ახლა ამ თემაზეც არ ვისაუბრებ თქვენის ნებართვით, მე ვისაუბრებ იმაზე, რომ საქართველოს თაღლითური ქვეყანაა სხვა მიმართებითაც. იცით თქვენ რომ კარგა ხანია უკვე, ატეხილია დიდი ამბავი ყულევში ხდება თუ არა რუსეთიდან წამოსული ნედლი ნავთობის გადამუშავება და მე ისევ რუსეთისათვის უკვე გადამუშავებული ნავთობის სახით, საწვავის სახით მიწოდება იმ ნავთობს გადამუშავებულს ბენზინს ძალიან მარტივად რომ ავხსნა რუსეთი მოიხმარს საკუთარ მძიმე ტექნიკაში ტანკებში, საკუთარ ავიაციაში და ამ გვარად ებრძვის დამატებით რუსეთს კლავს ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს, ანადგურებს ინფრასტრუქტურას, ანადგურებს სოფლებს, ქალაქებს, ანადგურებს მთლიანად უკრაინას, სპობს უკრაინას, ანადგურებს უკრაინას როგორც სახელმწიფოს. ცხადია, წილი საქართველოში გადამუშავებული ან ვითომ გადამუშავებული ავტობუსა რუსეთისათვის პროცენტიც არ არის. რუსეთი გაცილებით ბევრად მეტს მოიხმარს. სიმართლე გითხრათ არბიანგარიშია, მაგრამ
ესე და ვერ ვიტყვი რამდენი პროცენტია და პროცენტი არის თუ არა საერთოდ, მაგრამ ძალიან მცირე წვლილი თუ წილი შეაქვს საქართველოს თუ ეს მართლაც ასე ხდება. მაგრამ აქ და უკაცრავად და ასე რომ ხდება, ამის მადასტურებელი არის რამდენიმე ჟურნალისტური და არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება, ყოველ შემთხვევაში კვალიფიციური პირები ყოველ თვეში ერთხელ საშუალოდ გვიდასტურებენ, რომ ყულევის ნავთობტერმინალ ყულევის პორტში ჩამოდგა რუსული ტანკერი, საიდანაც გადმოიწვირთვა მაგალითად 80 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტები, უკაცრავად გადმოიწვირთვა მეტი დაახლოებით 100,000 ტონა თუ არ ვცდები და 80 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტები, ბენზინი, დიზელი, საწვავი და ასე შემდეგ გავიდა და საიდან გავიდა მეთქი თუ ვიკითხავთ, თუ მკითხავთ თქვენ, მე ვერ გეტყვით, მე არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არსებობს, განა არ არსებობს, ოღონდ არსებობს ამ აფერისტულ ქვეყანაში, ბიზინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ამ თაღლითურ ქვეყანაში, მხოლოდ ქაღალდზე. ანუ რაღაცა პროდუქცია ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტი შემოდის, ნედლი ნავთობი უფრო სუსტი რომ იყოს, შემოდის არ არსებულ ქარხანაში, იქ სხვადასხვაგვარად ხდება საბუთების გადაკეთება, გადმოკეთება, მაქინაცია, წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლა, დანიშნულების ადგილის შეცვლა, სადაც უნდა წავიდეს ვითომ და გადამუშავებული და რეალურად კი არც ვიცი რა სიმართლე გითხრათ, ნავთობი, ბენზინისა და დიზელის საწვავის სახით და ამის შედეგად, ამ აფერის შედეგად, ამ კომბინაციის შედეგად ეს არარსებული ტერმინალი და მისი მფლობელებიც დიდრდებიან, რუსეთი ხო სარგებლობს და სარგებლობს, შემომტანი მხარეც სარგებლობს და ქვეყანა კი იმიჯს, რეპუტაციას იზიანებს არასწორი სიტყვა ქვეყნის რეპუტაცია ისედაც დანგრეული და შემონგრეული დამატებით იმგრევა და ირღვევა. ეხლა ყველაფერი ერთად წარმოიდგინეთ, ანუ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს არის კოლ-ცენტრების, საქართველოს არის ბიტკოინების მაინინგის, საქართველოს არის სხვა მიმართებით ვილაპარაკოთ. საქართველოს შესაძლოა არის ნარკოტრეფიკის ქვეყანა. გეხსომებათ ამ ცოტა ხნის წინ 40 მილიონი დოლარის ირანიდან შემოტანილი პარტია ჰეროინი დააკავა, თუ არ ვცდები, სუსმან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 40 მილიონი ჰეროინის გადმოტანას საქართველოზე, იმისთვის რომ მისი ტრანსპორტი, ექსპორტი მოახდინონ ევროპის მიმართულებით, ვერ გაბედავდა ვერავინ, ეს გზა გაკვალული რომ არ იყოს. მე რა საკვირველია მივესალმები სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩატარებულ ამ არაჩვეულებრივ, არამედ სწორ ოპერაციას და ამ ხაზის, მინიმუმ ამ ხაზის ან შეჩერებას, ან აღმოფხვრას, ან დასრულებას, ან განადგურებას, ან მოსპობას, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ასეთი ბევრი ხაზი უკვე არ არსებობს, ჯერაც არ არსებობს, მესმის რომ სხვა შემომტანები მაღალი ალბათობით დაფრთხნენ და სხვა გზებს ეძებენ, მათ შორის დალაგების გზებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც დალაგებული ჰქონდათ, კარგა ხნის წინ, რამდენადაც ამგვარი პარტიების შემოტანა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. სხვა მხრივაც საქართველოს აი ნარკოტრეფიკიც ვახსენე, ხო? შესაძლოა სხვა მხრივაც არის საქართველოს სხვადასხვა უკანონო ბიზნესებში გარეული, არა მარტო საქართველოს, არამედ საქართველოს როგორც ქვეყანა, არამედ რასაკვირველია პირველ ყოვლისაგულისხმობ ბიზნესებს დაახლოებული ბიზნესები არ ყავს, მსხვილი ბიზნესები ქართულ ოცნებას და გვარების დასახელებად შეიძლება, მათ შორის ნავთობპროდუქტებში, სხვათა შორის ესეც უნდა ვთქვათ და პრაქტიკულად ყველა ნავთობში პროდუქტებით ვინც არის დაკავებული და ნებისმიერ სხვა სფეროშიც. საქართველოს ამგვარ უარყოფით რეჟიმს კი არა იმიჯს იძენს, კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა რა აღმოფხვის ამ ყველაფერს. ისევ ყულევის ნავთობტერმინალს არ არსებულ ნავთობგადამამუშავ უფრო ზუსტი რომ იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიუბრუნდეთ. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ევროკავშირი უახლოეს ხანებში ემზადება სანქციების ახალი პაკეტის შემუშავებისაკენ და განიხილავს მე-20 პაკეტია ეს, რომ ვიცოდეთ მაინც, ევროკავშირი განიხილავს და წაგიკითხავთ ახლა
როიტერსის ცნობით ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას მესამე ქვეყნების იმ პორტების წინააღმდეგ, სადაც რუსული ნავთობის გადამუშავება ან ხდება ვითომ, მაგრამ ქაღალდი ამას ადასტურებს, რომ გადამუშავება მოხდა. ეგრა მაგის პასუხია, ამ პროცესში შეიძლება სოკარიც კი იყოს გარეული, ბარემ ვიტყვი თუ გადამუშავება ხდება როგორც ასეთი. საუბარია მათ შორის საქართველოში მდებარე ყულევის პორტსა და ინდონეზიის კარიმუნის პორტზე ევროპულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შესაძლოა აეკრძალოთ ნებისმიერი სახის ოპერაცია ამ პორტებთან. ახლა მე დავსვამ უფრო ფუნდამენტურ კითხვას. გარსაგებია, რომ ევროპულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს აეკრძალებათ მაღალი ალბათობით ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარება თუ გატარება ამ პორტებთან, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციაზე, იმიჯზე, აღქმაზე, ვაიბზე თუ რა ვიცი, რაღაც საქართველოზე როგორც ასეთი უარყოფითად განა არ მოქმედებს და თქვენ გონიათ, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი არსებული თუ არ არსებული ქარხანა, რომლის ხელმძღვანელებიც არიან მაკა ასათიანი, მისი მეუღლე გაგვარია გოგელია, ხო თუ არ ვწდები, აგრეთვე ფოცხვერია გენერალური დირექტორი და სხვები, რომლებიც არიან ამ ნავთობტერმინალში, ამ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ნავთობტერმინალში, როგორ გონიათ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ? ახლა დავსერჩოთ და თუ მივაგენით, თავის დროზე დასერჩილი მქონდა რა ერქვა ამ კომპანიას, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამომიგდო ეგრევე. ეს არის 24 საათის წინ ბარემ წაგიკითხავთ რადიო თავისუფლების ცნობას. რადიო თავისუფლების ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რამე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას, ეს კი თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელიც რა საკვირველია კავშირშია, რა საქმის კურსშია, რა ხდება რეალურად ყულევის ნავთობტერმინალში და რა სითვალისწინებს ეს სანქციები სწორედ ყულევთან მიმართებაში. მან იცის, ხდება თუ არა, პრემიერ-მინისტრია, პრემიერ-მინისტრად მუშაობს, ბუნებრივია რომ იცის, რაც ხდება ყულევში. სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად მოთხოვნილია რუსეთის ჭრილოვანი ფლოტის დამატებით 43 გემის დასანქცირება, რუსული თხევადი გაზის LNG დაჭირხვნილი გაზი, ესე ვიტყვი, დატვირთული ტანკერებისთვის ტექნიკური მომსახურების სერვისის აკრძალვა, ისინი საჭიროებენ ტექნიკურ აკრძალვებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში 4 კონტინენტურ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა, სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი. საქართველოში ნედლი ნავთობის 97% რეალურად კი შემოვიდა რუსეთიდან, ეს რომ ვიცოდეთ, 97% შემოვიდა ნედლი ნავთობისა, გადამამუშავებელი ქარხანა არა გაქვს და გავიდა რაღაც რაოდენობა, რომელიც ჩაისხა ტანკში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, და იმ ტანკმა ისროლა უკრაინელი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ. ახსოვე ვაგრძელებ ყულევის პორტთან დაკავშირებით. ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება რუსეთს გარეთ მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს. სანქციების საჭიროება კი დოკუმენტში ასია დასაბუთებული, გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისათვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით. აქვე ვიტყვით, რომ რასაკვირველად დასანქცირებულ გემებზია, ტანკერებზია საუბარი, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას. ამავე წყაროს თანახმად ეს პრაქტიკა მეორე ისეთივე პორტი, რომლის სანქციებაცაა მოთხოვნილი, ინდონეზიაში მდებარეობს. ეს გითხარით მგონი, ჩვენ მზად ვარ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინოთო ევროკომისიას კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მზად ვარ, რა თქმა უნდა, მსჯელობისათვის, როგორც ევროკომისია, ეს კობახიძე თქვა, ევროკომისია ამათ არც დაელაპარაკება, ბარემ ვიტყვი. თუმცა მე ბოდიში ესე ეს ბექგრაუნდით წავიკითხოთ. ყულევის პორტის ტერმინალი და ქარხანა, ყულევში ნავთობტერმინალი 10 წლეულები არსებობს და მას ფლობს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი. ამიტომ ვახსენებ ეს სოკარი. ეს არ არის მაკაოს სასათიარის კომპანია, ხო ხვდებით ალბათ, მაგრამ მაინც დავაზუსტებ. სოკარმა 2026 წელს საქართველოში ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოები დააანონსა. კომპანიის ცნობით 25 წელს ტერმინალიდან 2,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობგაზისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქცია გადაითვლიდა. ამასთან 24 წლიდან ყულებში ფუნქციონირება დაიწყო 25-დან ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, თუმცა
მე არა მაქვს ეს ინფორმაცია, ანუ აქ ლაპარაკია უკვე ინიშნება მაკა-ასათიანის და მისი მეუღლის ავტოგადამამუშავებელ ქარხანაზე 25 ფუნქციონირება დაიწყო, არ ნიშნავს მე მგონი იმას, რომ ეს ქარხანა ამუშავებულია, ქაღალდზე არსებობს. 25 წლის ოქტომბერში რუსულმა გამოცემა პროექტმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გამოავლინა კავშირები ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფულებელ ოჯახსა, ანუ მაკა-ასათიანის ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გრუს ხელმძღვანელობას შორის. ამავე წყაროს თანახმად ქარხნის მფლობელი მაკა-ასათიანი და მისი ბიზნეს პარტნიორები დაკავშირებულნი არიან რუსული ნავთობისა და ლოჯისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს. პროექტის ამ გამოცემის თანახმად ცნობით ასათიანის პარტნიორი ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გრუს უფროსის მოადგილეა და ასე შემდეგ. ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიღებული აქვს საქართველოს განვითარების ფონდს და ბიზინა ივანიშვილის ქართულ ბანკს. ქარხნის პრეზენტაციას 24 წლის ოქტომბერში დაესწრო ირაკლი კობახიძე, რომელსაც ბუნებრივია ეს ყველაფერი იცის. 25 წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა ყულებში ახლადაშენებულ გადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა 105,000 ტონაზეა საუბარი. საუბარია კერძო კომპანია რუსნეფტზე და არა როსნეფტზე. 25 წლის 16 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა მსხვილ კომპანიებს და მათ შორის რუსნეფტს. უკრაინის სანქცირებული გემი ყულებში 5 თებერვალს გამოჩნდა, უცბად 5 თებერვალს აიფაქტმა გავრცელა ინფორმაცია, რომ 30 იანვარს გამოჩნდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა ნავთობტანკერი სილვარი. გემი უკრაინული მხარის თანახმად ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. უკრაინამ ტანკერს 13 დეკემბერს დაუწესა სანქციები გასულ წელს. 24 და 25 ამავე ცნობის თანახმად გემმა ყულებში ჯამში 32,000 ტონამდე ნავთობპროდუქტები დატოვა. საზღვაო სააგენტო მოგვიანებით საპასუხოდ განაცხადა, რომ გემის თითქოს საეჭვო ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა. კობახიძეს ამიტომ ამბობს, რომ სადავართ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ და რაღაცა არ მიიღებს. მაღალი ალბათობით ევროკომისია ამ ქართული მხარის ეგრეთ წოდებულ არგუმენტებს მე ახმამაღლდებიან და ითქვიან, რომ აგე deep state-ი ჩვენ გვებძვისო და ასე შემდეგ, მაგრამ მე სხვა რამეს ვეძებდი, თქვენ ის ნებართვით ახლა უკან დავბრუნდები და გავიხსენებ რა ქვია ამ კომპანიას. და ვერ ვიხსენებ, შეიძლება BMG-ს აღდაბოდის ვიხდი, აქვე ვიტყვი. აქვე ვნახავ და მე შესაბამისად თუ რამ ხო ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აქ BMG-ზეც ვერ ვნახე, აქაც ვერ ვნახე. ყულებში იქნება პირველი არხის საიტზე იყოს Black Sea Petroleum. დიახ, ეს არის და ეხლა ვნახავ ამ კომპანიის ვებ გვერდს, კარგია რომ გამახსენდა Black Sea Petroleum. ქართულად კი არა ინგლისურად Black Sea Petroleum. BSP.com.g გახსნა სამასობაში Teams-ში შევიდეთ. დავით ფოცხვერია არის თანადამფუძნებელი, თუ არ ვცდები 30%-ის მფლობელი, პრაქტიკულად ოჯახის წევრი არჩილ გოგელიასი. ვახტანგ ჩახნაშვილი და ქვემოთ აღარ ჩამოვსკროლავ. და ეს კომპანია ეხმარება, ამდენადაც ხვდებით, რუსეთს სანქციებისაგან თავდახსნაში კი არა, არამედ აწვდის გადამუშავებულ ნავთობს. ასეა? იქნება ასე, არ არის. და მითხრათ, აი, დამიდეკეთ, ზოგმა თქვენგან მაიცის ტელეფონის ნომერი ჩემი და მითხარით, რომ ასე არ არის. მაშ ვინ აწვდის რუსეთს გადამუშავებულ ნავთობს? უფრო ზუსტი რო ვიყო, ვინ არის ამ აფერაში ჩართული? როგორი ქვეყანაა საქართველო? კოლ-ცენტრების? როგორი ქვეყანაა საქართველო? ნარკოტრაფიკის? როგორი ქვეყანაა საქართველო?
ამ რაღაც ბიტკოინების და ამგვარი შავი ფულის ტრიალის მარტო რუსების მიერ ატრიალებულ შავ ფულზე არ ვლაპარაკობ, ქართველებზეც ვლაპარაკობ, დამირეკეთ და მითხარით, რომ ეს თქვენ არ ახართ. პირველი მე გამოვალ და ვიტყვი, რომ ესენი არ ყოფილან მეთქი. მაგრამ მაღალი ალბათობით ვერ დამირეკავთ. ეს არის სიმართლე.